სულ საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შესახებ. სამართალდამცველების მიერ გამოვლენილი და აღკვეთილია საერთაშორისო ნარკოტრაფიკის კიდევ ერთი ფაქტი. პოლიციის მიერ ამოღებულია 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომლის ღირებულებაც ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის, ასევე საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და საქართველოდან უკანონოდ გატანის ფაქტზე დაკავებულია წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლების საქართველოს 2 მოქალაქე. დანაშაული 20 წლამდეან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ სატვირთო ავტომობილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტაციის თანახმად დატვირთული იყო სველი ხელსახოცებით, საქართველოში საბაჟო გამშვები პუნქტის წითელი ხიდის გავლით შემოვიდა. სამართალდამცველებმა ბათუმში მდებარე გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ტვირთის დეტალური დათვალიერებისას სველი ხელსახოცის პაკეტებში ფარულად მოთავსებული 2907 შეკვრად დაფასებული 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე დამატებით განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ერთ-ერთი ბრალდებული საცხოვრებელი სახლიდან ასევე ამოღებულია 2 შეკვრად დაფასებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალური პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩაატარეს. ჩვენ სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურად ვაგრძელებთ კომპლექსურ ღონისძიებებს ნარკოდანაშაულში ჩართული პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემის მიზნით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 262 მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული წარმატებული საპოლიციო ღონისძიება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის სამართალდამცველებს აქვთ შესაბამისი რესურსი, პროფესიონალიზმი, რათა გამოავლინონ და აღკვეთონ მსგავსი სახის დანაშაულები. სულს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ყველა იმ პოლიციას და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს, ვინც ჩართული იყო აღნიშნული დანაშაულის გამოვლენაში.